AMC წარმოგიდგენთ ენდრიუ ლინკოლნი, ნორმან რიდუსი, სტივენ იენი, ლორენ კოენი, ჩენდლერ რიქსი, დანაი გურირა, მელისა მაკბრაიდი, სკოტ უილსონი. აღმასრულებელი პროდიუსერები რობერტ კირკმენი, დეივიდ ალპერტი, გრეგ ნიკოტერო, ტომ ლუსი და გეილენ ჰარდი. რობერტ კირკმენის დემი მურისა და ჩარლი ედლენდის კომიქსის მიხედვით მოსიარულე მკვდრები მეოთხე სეზონი პირველი სერია. რატომ არ გამაღვიძე? იმიტომ რომ მთელი ღამე კომიქსებს კითხულობდი ფანრის შუქზე. ვიოლეტს რა სჭირს? კარლ, ხომ გთხოვე, მათ სახელებს ნუ შეარქმევ მეთქი, გოჭები აღარ არიან, უნდა შევჭამოთ. უბრალოდ ვიფიქრე, რომ სანამ კარგი. არ ვიცი რა დაემართა. შეიძლება ავად გახდა. ან სულაც არაფერი სჭირს. გამოჯან ვთელდი, ვიოლეტ. წამოდი საქმეს მივხედოთ. დილამშვიდობისა, დერილ. დილამშვიდობისა, ექიმო. დილამშვიდობის, დერილ. სასიამოვნო სუნია. არ დაგავიწყდეს, პირველად მე მომეწონე. გეყოფა. რიკმაც ბევრი მოიყვანა აქამდე. ეს როდის იყო? ეს ხალხი მოიყვანე. აჭმევ მათ და ეს შეჩევა სიყვარულში გადაიზრდება. ხო. რაღაც უნდა გაჩვენო. პატრიკ, ვერ შემცვლი? დიახ, მე. მისტერ დიქსონ. დიდი მადლობა გუშინდელი ირემისთვის. დიდი ხანია ასეთი რამ არ გვიჭამია. ჩემთვის დიდი პატივი იქნება თუ ხელს ჩამომართმევთ. არ ამგონია დღეს ბევრი ადამიანის გაგზავნა შევძლოთ. კარგი ადგილია, ღირს შემოწმება. ხო. მაგრამ ერთი ღამისთვის ძალიან ბევრი მოგროვილან. კიდევ რამდენიმე ათეულია მესამე სადარაჯოსთან. თითქმის ისე როგორც ერთი თვის წინ, უკვე აღარ იშლებიან სხვადასხვა ადგილას. რაც უფრო მეტნი ვართ, ისინიც მეტნი მოდიან. ღობეებს აწყდებიან. ცოტა ხანში ხროვა შეეგუება. ისევ ღობეს აწყდებიან. ჯერჯერობით საშიში არაა, მაგრამ რაღაც უნდა ვიღონოთ. მაპატიე ძვირფასო. მოგწონს?
მგონი აჯობებს დღეს დარჩე. სერიოზულად ამბობ? ხო, კოსტიუმები გვაქვს. ხო, მაგრამ აუცილებელი არ არის წახვიდე. ვალდებული არ ხარ. ხომ იცი რომ არაფერი მოხდება. ხომ ასეა? ხო. ხო. მაგრამ მაინც დარჩები. კარგი. გამარჯობა ლამაზო. გაგიმარჯოს. წინ საფარი გჭირდება? ო. უნდა დავილაპარაკოთ. მინდა დღეს ჯგუფთან ერთად წავიდე. კარგი. არ მიყვარს მათი დახოცვა ყობის მეორე მხრიდან. ვერ ვიტან. როცა ისინი თავს გაეთ გესხმიან, სულ სხვანაირია. მაშინ დაფიქრებასაც კი ვერ ასწრებ. და როცა ყობის მეორე მხრიდან მათ თვალებში ჩახედავ. მე მინდა სხვა რამით დაგეხმაროთ. შენ ყოველთვის სურვილისამებრ იქცეოდი. იმიტომ რომ შენ სულ აქ იყავი. მინდა უფრო ახლოს გაგიცნო. აი გამიცანი. ფრთხილად იყავი. ჰეი. ახლა სწორედ ჩემს მოძებნას ვაპირებდი. გამარჯობა. ახალი რა არის? საბჭომ ნახშირის მომპოვებლებს დღეს გასვლა აუკრძალა, რადგან ხალხი აკლდათ. დახმარებას დავპირდი და მათთან ერთად წავალ. მაგრამ ჯერ შენი ნახვა მინდოდა. გასაგებია. უბრალოდ ხომ ხვდები, იქ სახიფათოა. ვიცი. არ დამემშვიდობები? არა. ნამდვილი სასიყვარულო რომანი. ჰეი. მეც მინდა მუშაობა. ბო, მხოლოდ ერთი კვირა გავიდა. უფასო საკვების და უფასო თავშესაფრის კვირა. მინდა სარგებელი მოვიტანო. როცა დერილმა გიპოვა, სულ მარტო იყავი. ასეა. უნდა გავარკვიოთ გუნდს როგორ შეეგუები. რთული რომ ყოფილიყო არც დავიდოდით. ის ხომ ჯარში ექიმი იყო? კერკეტი კაკალი ყოფილხარ, იცოდი? Okay. ეს ფოთლები მუდმივად ჭრილში არიან, ასე რომ მათგან კარგი არაფერი გაიზრდება. ამიტომ ასე მოვიქცეთ. მოტეხილი ტოტიც კი განაგრძობს ზრდას. აი ეს ღერო ფესვებს გაიდგამს და სრულიად ახალ მცენარეს მივიღებთ. წავიდეთ. მიხარია შენი დანახვა. მეც მიხარია თქვენი ნახვა. ვიღაცამ ჯეკპოტი მოიგო? შეუძლებელია. მაგარია. გმადლობ. ამდენს ვერ საიკითხავ. აი კიდევ რა ვიპოვე. უკვე საშინლად გამოიყურები. აპირებ ჩვენთან დარჩენას. ცოტა ხნით. შეხედეთ ერთი ვინ დაბრუნდა.
მაინც ვერ ვიპოვე. მიხარია რომ ცოცხალს გხედავ. მე იკონში ვაპირებ მოძებნას. ცდა ღირს. 70 მილი მოსიარულეებში შეიძლება არც ისე კეთილშობილ ხალხს გადაეყარო. გონია ღირს. მინდა ის ადგილი შევამოწმო, რომელზეც ამბობდა. უბრალოდ დავათვალიერებ. ხო, მე კი ხაფანგები უნდა შევამოწმო. არ მინდა რომ ნადავლი მოსიარულეებმა შეჭამონ. თქვენთან ერთად მოვდივარ. შენ ხომ ახლა მოხვედი? მალე დავბრუნდები. ხაფანგების შესამოწმებლად მიდიხარ? მე კი, შენ არა. საქმეებს მიხედე. კომიქსები წაიკითხე ან წიგნები. პატრიკს გაესაუბრე. ზღაპრების მოსასმენად წადი. მამა, ეგ ხომ ბავშვებისთვისაა? ხო. ან ცხენი დაბანე. მოსარიდებელი არაფერია, რიკ. ყველას ყველაფერი ესმის. საჭმელსაც საკმაო რაოდენობით გვაძლევ. მალე გარეთ გასვლაც აღარ დაგჭირდება. დროა კარგი კოსტიუმი მოძებნო. შესაფერისად უნდა გამოიყურებოდე. ხორბლის წვრილი ღერო უნდა გქონდეს პირში და უკანალი გამოწეული. ხო. მისმინე. ერთ რჩევას მოგცემ. ტერილს, გლენს, ქეროლს, საშას, ყველას. უნდათ რომ მე დაგელაპარაკო. როცა გარეთ გადიხარ, იარაღით წაიღეთან. მშვიდად. შორს ხომ არ მივდივარ. დანაც თან მაქვს. თავს რომ დამესხნენ 6 სიტყვია ვერ დამეხმარება. რიკ. შენ ჩვენ ცოცხალი გვჭირდები. წაიღე იარაღი. მოიცადეთ. ძალიან გთხოვთ. გევედრებით. გთხოვ, დამეხმარეთ. სერიალს ახმოვანებს საიტი Mundo Studios-G. თქვენ არ მიცნობთ. მესმის. მაგრამ დამეხმარეთ, ეს ჩემს ქმარს წავუღო. რამდენიმე დღეა არაფერი გვიჭამია. აი, გამომართვით. მადლობთ. სადმე ახლოს ბანაკი გააქვთ? დიახ. და შეიძლება ჩვენც წამოვიდეთ. მარტოები ვერ ვართმევთ თავს. თქვენს ქმარს უნდა შევხვდე. ორივეს რამდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვათ. რა შეკითხვები?
მხოლოდ 3, როცა მივალთ გეტყვით. იარაღი თან გაქვთ? შეიძლება შევამოწმო. ასე. მე თქვენ არ გიცნობთ. ამიტომაც გაფრთხილებთ. რამე რომ სცადოთ. რამე მაინც. წაგებული თავად დარჩებით. დასაკარგი უკვე აღარაფერი მაქვს. როგორ არა? გაქვთ. გამომართვით. იმას ნიკი ჰქვია. ნიკ აქ ვართ. ამას კი უეინი. ნიკ, გამარჯობა. გამარჯობა. ნიკ. სახელებს არ ქმევთ? ერთს მაისურზე ეწერა და გადავწყვიტეთ ხვევსაც დავარქვათ სახელები. სიცოცხლის დროს სახელები ჰქონდათ, მაგრამ ახლა მკვდრები არიან. ასე არ არის. ისინი უბრალოდ სხვანაირები არიან. იცი მაინც რას ამბობ? ისინი არ საუბრობენ, არ ფიქრობენ, ადამიანებს ჭამენ და კლავენ. ადამიანებიც კლავენ ადამიანებს, მაგრამ მათ აქვთ სახელები. ნანახი გაქვს ეს როგორ ხდება? ასეთები როგორ ხდებიან? კი. მინახავს. ისინი არც ადამიანები არიან და არც შინაური ცხოველები. სახელებს ნუში არ ქმევ. კითხვის დროა. წავედით. მოხვალ დღესღაპრებზე? კი, შეხვედრამდე. დავდივარ ხოლმე. უმწიფარი ვარ. შენ არ მოგეწონება, მხოლოდ ბავშვებისთვისაა. კარგი, მეც წავალ. მერე გნახავ ახალგაზრდა უფროსო. ხო, სამხედროები მოვიდნენ და ღობეები გააკეთეს, რათა აქ ხალხი მოსულიყო. ერთი კვირის წინ, როცა ჩვენ ეს ადგილი ვნახეთ, აქაურობა სავსე იყო მოსიარულეებით, ძაღლებივით დარაჯოვდნენ და ხალხს აშინებდნენ. და რა, უბრალოდ წავიდნენ? მოусმინე? ყველა გაიტყუეთ? 3 დღის წინ მაგნიტოფონი დავუტოვეთ. 2 ბატარეას შევუერთეთ. კარგი, აბა ვნახოთ. ხილად იყავით. აიღეთ ყველაფერი, რის იაღებად შეიძლება. მოვიცადოთ ერთი წამით. ხო, მგონი მივხვდი. ვცდილებ გამოვიცნო, ვინ იყო დერილი აპოკალიფსის დაწყებამდე. უკვე თვენახევარია ამის გამოცნობას ცდილობს. არც ვჩქარობ. დღეში თითო ვარიანტი. მიდი, აბა თქვი. ციხეში შენი სტატუსი გაქვს. საბჭოს წევრი ხარ. კვალს ადვილად მიყვები, ხალხს ეხმარები, მაგრამ მაინც რაღაცნაირი დაღვრემილი ხარ. მოემზადე? კერძო დეტექტივი. რა გაცინებს? არა, ისე, ეს ყველაფერი ხსნის. სხვათა შორის გამოიცნო. კერძო დეტექტივი. სერიოზულად ამბობ? ხო. გახსენებები არ მიყვარს. ძალიან ბევრი რამ ვნახე. ძმაო, კარგი რა, სერიოზულად? კარგი. ვაგრძელებ ვარიანტების მოფიქრებას. აბა შევიდეთ დეტექტივო. შევიდეთ. ასე, როცა შევალთ ერთად ვიყოთ, თავად მიხვდებით რა დაგვაინტერესებს. კითხვები გააქვთ? შენ სულ ჩემი ბრძანებელი იყავი? რამდენიმე წელი თავისუფალი იყავი, სანამ დავიბადებოდი.
სერიალს ახმოვანებს საიტი Mundo Studios G. პუერტო ვალარტაში მივდიოდით თაფლობისთვის გასატარებლად, როცა აეროპორტები დახურეს. სხვა რეისზე გადასვლა უკვე ვეღარ შევძელით. შენობიდან არ გვიშვებდნენ. დიდ მარმარილოს ქანდაკებებთან მოგვიწია ზიმბაბვეში და ძინება. შემდეგ მეოთხე ღამეს ეს არსებები შემოიჭრნენ. ბევრნი ვიყავით. ახლა კი მხოლოდ ჩვენ. მე და ედი. ის რომ არა მე ვერ გადავრჩებოდი. და საქმე იმაში არაა რომ ის მიფრთხილდებოდა ყოველ ჯერზე. მას სწავლიდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა ძალების მოკრებას. ის რომ ახლოს არ ყოფილიყო. მე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. უბრალოდ ვერ შევძლებდი ცხოვრებას. ვერ შევძლებდი. ძალარისთვის გჭირდებათ. რა? ძალარისთვის გჭირდებოდათ. რომ გვეჭამა ის რაც შეგხვდებოდა. მკვდარი ცხოველები. სხვადასხვა ხილი. და სხვა ხალხის მიტოვებაც. იმათგან დამალვა ვისაც დახმარება ესაჭიროება. ისეთები არა როგორიც თქვენ. ეს ქველმოქმედება არ არის. ძალა ერთობაშია. მოსიარულეებისგან თავის დაცვა მხოლოდ გვერდში დგომითაა შესაძლებელი. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. თქვენ მათ მოსიარულეებს უწოდებთ? კარგად ხარ? გაჭრილი ხომ არ ხარ? არა, მაგრამ ფეხი გამეჭედა. კარგი, უბრალოდ სიმძი მიაწევს. დამეხმარეთ. რა მოხდა? ყველა კარგადაა, სასმელებით განყოფილებაში ვართ. სწრაფად მოზრაობდი და პირდაპირ ალკოჰოლში შემოვედი. გაგიმართლა. სხვანაირად რომ მოგხვედრო და მგონი წასვლის დროა. ბობი ჯერ კიდევ არ გამოგიყვანია. დანარჩენებს შევაგროვებთ.
ის ქანდაკებები აეროპორტში ნანახი მაქვს. ყველაზე მეტად ის მომეწონა, სადაც ბავშვები ართურმას თამაშობენ. მეც. ის რომ ჩვენ ამის გაკეთება მოგვიწია. თქვენც მოქცეულ ხართ ასე? ხო? როგორ გგონიათ, ასეთი რამის მერე შესაძლოა ძველებური გახდე? იმედი მაქვს. ხო. იმედია ჩვენი პასუხები თქვენ სამ შეკითხვაზე დაგაკმაყოფილებთ. დერილ გაიქეცი. ბობი უნდა წავიყვანოთ. ცოტაც, კარგი უნდა წავიდეთ. ზაკ! წავედით. უკვე ახლოს ვართ. ედი. მადლობა ღმერთს, აქ ხარ. ეს რიკია. ის დაგვეხმარება. ყველაფერი კარგად იქნება. ჯანდაბა. იმ ცხოველის წამოყვანა მინდოდა, მაგრამ ვიცოდი რომ თქვენ უფრო მალე მოგიყვანდით. ის შიმშილის განკვდება. თითქმის აღარ აქვს ძალა, რაღაც ცოცხალი სჭირდება. გევედრებით, ხომ გეუბნებოდით რომ მის გარეშე არ შემიძლია. ამიტომ არ დავტოვე. სულ ტყუილად. ასეთი რამის გაკეთება არ შემიძლია. ამის გარეშე კი შეუძლებელია. ნება მომეცით ისეთი ვიყო, როგორიც ის არის. არ შემიშალოთ ხელი. ამის შემდეგ არ მომკლათ. არა. მასთან ყოფნა მინდა. არა.
რა კითხვები გქონდათ? ის სამი შეკითხვა. რომლები? რამდენი მოსიარულე მოკალით? ედი კლავდა, ყველას კლავდა. სანამ და რამდენი ადამიანი მოკალით? მხოლოდ საკუთარი თავი. საკუთარი თავი. რატომ? ძველებური ვერ გახდები. ვეღარ გახდები. ვეღარ. ვეღარას დროს. ბავშვები სანთლებს მიაჩერდნენ და უყურებდნენ როგორ ნელა ნაზად იღვენთებოდნენ. უყურებდნენ მხოლოდ შუაში, ძაფი როგორ რჩებოდა. უყურებდნენ ნელ-ნელა როგორ სუსტდებოდა სინათლე და კვამლის დიდ კოშკად როგორ გადაიქცეოდა. წამიერად მის კენწეროში ავიდა და მემ, გავიდე სადარაჯოთ. ხო, დროა. დღეს დანებზე ვისაუბრებთ. როგორ გამოვიყენოთ ისინი, რომ არ დავშავდეთ და როგორ შეიძლება სიკვდილს გადაგარჩინოთ. მემ, შეიძლება წავიდე. რა ხდება? თავს ცუდად ვგრძნობ. ზოგჯერ საჭიროა ძალა მოიკრივო და უცებ იქ მარტო რომ დარჩე? დანებდები, იმიტომ რომ თავს ცუდად გრძნობ? არა, უბრალოდ არ მინდა რომ ვინმეზე ვარწყიო. წადი. კარგი, დღეს დანის ხელში დაჭერას ვისწავლით და მისი საშუალებით სხვადასხვა დარტყმის მიყენებას. გთხოვ, მამა შენს არ უთხრა. რა? გარეთ გასვლა უკვე აღარც მე მომწონს. ბეტს დერილი ეტყვის. ჩვენ ვერაფერს გავაწყობდით. მასთან შევალ. ორსულად არ ვარ. დარწმუნებული ხარ? კი. მადლობა ღმერთს. ღმერთო. არ მინდოდა, მაგრამ ეს შესაძლებელია.
აქ შეიძლება ნორმალურად ცხოვრება. როგორ ამბობ ამას დღევანდელი დღის და ლორის ამბის შემდეგ? მე კი არ მინდა სიცოცხლის მეშინოდეს. სწორედ შიშმა შეგვინარჩუნა სიცოცხლე. No. It's how we keep breathing. გამარჯობა. გამარჯობა. რა ხდება? ზაკი. დაიღუპა? გასაგებია. რა? უკვე აღარ ვტირი, დერილ. მაგრამ მიხარია, რომ მას ვიცნობდი. მეც. რა მოგივიდა? უბრალოდ დავიღალე ხალხის დაკარგვით. მიხარია, რომ არ გამოვემშვიდობე. ვერ ვიტანდა მშვიდობებას. ვერც მე. შენ ცდილობდი მის დახმარებას, მაგრამ ვერ შეძელი და ვერც ვერავინ შეძლებდა. ზოგიერთებისთვის უკვე ძალიან გვიანია, მაგრამ შენთვის არა. შენ ცდილობდი დახმარებას. თითქმის თავად მივედი იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაში სისქალი იყო. კარლი და ჯუდიტი რომ დამეკარგა, ამ ყველაფერს დავკარგავდი. არა, რიკ, მაშინაც კი არ იქნებოდი ასეთი. შენ ძველებური გახდი. შენი შვილიც ძველებური გახდა. აზრზე მოსვლა ყოველთვის შეიძლება. პირველი სერიის დასასრული. გახმოვანეთ
გაფორმოვანებულია საით Mundo Studios-ის მიერ.